ესე იგი, ინტერნეტში რაც მოვიძიეთ იაპონურ მამაშვილობის ტრადიციაზე, ტრადიციულად იაპონიაში ითვლება, რომ მამა იყო ოჯახის მარჩენალი, ოჯახის უფროსი და მისი ფაქტობრივად მოვალეობა იყო, რომ ღირსეულად აღეზარდა შვილი და შვილების მომავალი უზრუნველყო. როგორც ჩვენთან, ხო. ახლაც ასია თუ მამის როლი რაღაცა ფორმით შეიცვალა? არა შეცვლილა. ეგეთია, რომ ოჯახის მე პატრონე ასე ვთქვათ. ამბობენ რომ იაპონური გამოთქმა რომ ოჯახის დედაბოძი ეგეთი გამოთქმაც არის და იაპონურად როგორ იქნება ეგ? დაიკოკუბაში რა. და როგორ ითარგმნება? სიტყვით დიდი შავი ბოძი. და მამაზე არის ეს გამოთქმა? ხო. ტრადიციული გაგებით ჩხილებში. კაცრები არიან იაპონელი მამები და ზოგადად სიმკაცრე გახასიათებ? კი, კაცრები არიან. და რაში შეიძლება გამოიხატოს? რაში და რავი შვილების აღზრდაში, იმიტომ რომ ზოგადად რატომღაც ისე ფიქრობენ, რომ ოჯახში მამა უნდა იყოს მკაცრი და დედა პირიქით. ხო, ისე ვიხარ როგორც ჩვენთან. მოვა ეხლა მამა შეიძლება ნახე რას გიზამს. ხო, ზუსტად. და მართლა შვება მამა ეგრე ანუ დასჯის ფორმა არსებობს რამე თქვა სასჯელი იციან მამებმა იაპონელმა მამებმა როგორ რა იციან ფიზიკურად შეხება ფიზიკურადაც შეიძლება ეხა ცოტა ისეთია მაგრამ აი დავშვათ 20 თუ 10 წლის წინ ნორმალური ამბავი იყო